სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ქალაქ გურჯაანის კარდენახის ბაკურციხის კოლაგის ვეჯენის ძირკოკისა და ჭანდრის ტერიტორიების სპეციალიზებული ტექნიკით თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დაამუშავეს. აზიური ფაროსანას მართვის ცენტრის უფროსის მოადგილის დავით ყიყინაშვილის ინფორმაციით, ტერიტორიები უსაფრთხოების წესების დაცვით მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილების შემდეგ შეიწამლა. მისი ინფორმაციით გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომლის მეშვეობითაც დგინდება მავნებლის გავრცელების არეალი და მისი განვითარების ფაზები. სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი კახეთის რეგიონში ეს ღონისძიებები პრევენციულ ხასიათს ატარებს. რეგიონში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებულია მონიტორინგის სისტემები და პრევენციული ღონისძიებები ტარდება უახლესი მცირემოცულობიანი შესხურების ტექნოლოგიით და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ყველა ღონისძიება ჩვენს მიერ ტარდება გარემოს დაცვის ნორმების და უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით და ამავდროულად ეს ღონისძიებები იგეგმება და ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერით და მათთან კოორდინაციით, რაზეც მათ მინდა მადლობა გადაუხადო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად მოსახლეობამ გაითვალისწინოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაცემულია სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ და თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში და სავარგულებში გაატარონ ის მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რომლებსაც რეკომენდაციას უწევს სურსათის ეროვნულ სააგენტო.